გამარჯობათ. დღეიდან ეთერში გავა ჩემი საავტორო გადაცემა სახალხო სამართალი. ამ გზაზე, რასაც ქვია ფულად საკრედიტო პოლიტიკა, ზოგადად ჩემი თემა, რომელიც ასე მტკივნეულად აწევს ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს თავზე, ისე ყველა მის მაცხოვრებელ ადამიანს, მიმიყვანა ზუსტად იმ მოცემულობამდე, რომ შემექმნა წლების უკან ორგანიზაცია და დღეს უკვე გვაქვს საავტორო გადაცემაც. და ამ ორგანიზაციას მე დავარქვი სახალხო სამართალი. რადგან ნებისმიერი სამართალი, მართლა სამართლიანი იყოს, ეს გამოდის ხალხისგან. და ხალხისგან გამოსულ სამართალს ზუსტად ქვია ღვთიური სამართალი. რადგან ყოველი კანონი უნდა ამოდიოდეს უფლისმიერი სამართლიდან და ათიმცნებიდან. ეს ბალანსი რო დაცული ყოფილიყო ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არ მივიღებდით ასეთ უთანასწორობას და არა სწორად განაწილებულ ჩვენ ბუნებრივ რესურსებს. როგორც ვიცით, წლებია ქვეყანაში მიმდინარეობს ბანკების და მევახშეების მიერ ძარცვა საკუთარი მოსახლეობის. რადგან ვიცით, რომ არც ერთი სახელმწიფოებრივი ბანკი არ არის ქვეყანაში. სახელმწიფო მთლიანად ფინანსური ბაზარი ჩაუგდო ხელში კერძო ბანკებს, რომლებიც ორიენტირებული არიან საკუთარ გამდიდრებაზე და არა სახელმწიფოს გაძლიერებაზე. სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის, როცა მისი თითოეული უჯრედი ოჯახები არის ძლიერი, მაგრამ ჩვენ მივიღეთ მაქსიმალურად გაკოტრებული მოსახლეობა. წლების განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაძარცვული ბანკების მიერ. მე დღეს სტუმრად მყავს ერთი ჩვენი თანამოქალაქე, ჩვეულებრივი უბრალო ადამიანი, რომელსაც თვითონაც აქვს შეხება ჰქონდა ბანკთან და ძალიან წარედ იცის გამოცდილება თუ რა მოყვა მის ამ სესხს. ბატონ გიორგი, გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. და ჩვენ მოვიწვევთ თითქმის ყოველ ჩემ გადაცემაში ადამიანებს, რომელსაც შეხება აქვთ ამ ბანკებთან და ფაქტიურად უკვე გადაფორმებულია მათი სახლები ბანკების მიერ და ეს გამოსავალი, რაც ჩვენ შევთავაზეთ სახელმწიფო ბანკის შექმნა. ეს იქნება ძალიან დიდი, ჩვენთვისაც ძალიან დიდი ტვირთის მოხსნა, შემსმუქება უпростоრად მოხსნა არანაირად და ხალხიც ამოვისუნთქავს ყველან. სახელმწიფოც ამოვისუნთქავს, სახელმწიფოში შევა ის თანხაც, ხო? ანუ სახელმწიფოც ამოვისუნთქავს და ხალხიც ამოვისუნთქავს. აღარ იქნება ამხელა დიდი და მძიმე გადასახადები და პროცენტები. ძალიან დიდი პროცენტებიც არის. ეს ძირავს ხალხს. მადლობა გიორგი, სწორად გაიგე შინაარსი, ანუ რას ვთავაზობ ჩვენ ხელისუფლებას. მე მინდა ხალხს უთხრა ერთი რამ, რომ ამას ნუ დავიყვანთ მარტო აი ამ ფულად საკრედიტო პოლიტიკას, ზოგადად ბანკი, ვალი და ასე შემდეგ, რადგან ჩვენ მივდივართ კატასტროფულ შედეგამდე, რასაც მოყვება გამოსახლება. და ჩვენ ვიცით ალბათ, რომ ალბათ კი არა, ყველა მიზეიმა ახლა რამოდენიმე დღის უკან, სულ 2 დღის უკან, ხო? საქართველოს დამოუკიდებლობა და პლუს ეს ერთად იყო, როგორც ჩვენი ქრისტიანობის შემოსვლიდან 1700 წლისთავით. მე ყოველ ასეთ გადაცემაზე, რა თქმა უნდა, გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ეს არის ყოველად უღმერთო არაქრისტიანული კანონები და ქვეყანას, როცა ასეთი არაქრისტიანული კანონი აქვს, რომელ ქრისტიანობის შემოსვლიდან 1700 წლისთავს ვზეიმობთ მაინტერესებს. აგერ 4-ში ჩანიშნულია საბურთალოზე გამოსახლება. ერთი ჩვეულებრივად ჩვენი ქართული გვარის მქონე ადამიანი ასახლებს მეორეს იმასაც ჩვეულებრივად ქართული გვარია. და მაინტერესებს საზეიმო რა გვაქვს ზოგადად და სად არის ქრისტიანობა. ოფიციალურად აქვს ქვეყანას ეს უღმერთო კანონები. ამიტომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს აი ეს მიმართვა შეთავაზება პროექტი, რასაც ვთავაზობთ. იმიტომ ვიცით, რომ ამ პროექტის განხორციელებას სჭირდება 50 მილიონი
თანხა. სახელმწიფოსთვის ეს არაფერია. ვიცით, რომ რომელიმე კონცერტში 5 ჯერ მეტ თანხას დახარჯავენ. ასე რომ პრობლემა არ არის 50 მილიონი გამოყოს სახელმწიფომ. მეორე, უნდა მენეჯმენტი უნდა იყოს, ბანკის მართვის და საერთაშორისო პროგრამა. არც ერთი მიუღწეველი ამაში ამ პროექტში არაფერი არ არის და მე იმან რაც ახალგაზრდებმა გააკეთეს დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვთა მიმართ და ფონდი რო შექმნეს, ლეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოში ძალიან ბევრი გამოჩნდება ისეთი, ვინც ამ სახელმწიფო ბანკის გააძლიერებს, იქნებიან დარწმუნებული ვარ მეწარმეები, ჩვეულებრივი უბრალოდ ადამიანები, პენსიონერებიც კი, იმიტომ რომ ზურგზე გვაწევს ვამბობ უდიდესი ცოდვა ქვეყანაში. უდიდესი ცოდვა. მე პირადად გულწრფელად გეუბნებით, როცა ვიცი, რომ 4-ში აღსრულების ეროვნული პოლიცია ვიცი, რომ უნდა მიადგეს ოჯახს და გამოასახლოს, მე ამ ტვირთს ჩემ ხრებზე ვგრძნობ და ვერ შევძელი გაჩერება ამ წლების განმავლობაში, რომ სანამ აი ეს უღმერთობა ჩვენ ქვეყანაში იქნება, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ გაჩერებას და ძვირფასო თანამოქალაქეები ყველას მოგიხმობთ აბსოლუტურად მოხვიდეთ და თქვენი აზრი გააფიქსიროთ ამ პროექტთან მიმართებაში. სახელმწიფო ბანკი ვამბობ არის გამოსავალი ამ უმძიმესი უკვე დამდგარი შედეგებიდან გამოსვლის და თუ სახელმწიფოს ამის სურვილი არ ექნება და არ გააკეთებს, ეს იქნება არა ფინანსური, ეკონომიკური ან რამე პრობლემის გამო, ეს იქნება პირდაპირ პოლიტიკის გამო. იმიტომ რომ მაშინ სახელმწიფოს არ უნდა რომ ძლიერი იყოს, რადგან ეს ჩვენ არ ვეუბნებით რომ შენ უნდა შეგცვალო ან გადადექი ან სკამები, ჩვენ გვეუბნებით პირდაპირ სახელმწიფო გვინდა შენი გაძლიერება და მინიმუმ სხვა თუ არაფერი, აი გულწრფელად ჟარგონით ერთხელ კიდე ვიტყვი, აი უნდა ცხმენოდეს მაინც ადამიანს სახელმწიფო რო ქვია და შენი ბანკი არ გაქვს და შენი ფული და ნებისმიერი პროექტისთვის მოსული ადამიანი უნდა გააგზავნო სადღაც კომერციულ ბანკთან, რომელიც უკვე ამ გაზრდილი პროცენტებით მეორე თვიდან იწყებს რომ ათვლას რომ უნდა დავიწყოთ თანხის გადახდა. ასე ვერ სოფლის მეურნეობას ვერ განვითარებ და ვერც ერთ ნებისმიერ დარგობრივ სტრუქტურას. იმიტომ რომ დარგობრივი სტრუქტურების განვითარებას მით უმეტეს ჩვენ სოფლის მეურნეობის წარმოებელი ერი ვართ, ჩვენ მიწაზე მომუშავე ერი ვართ და სოფლის მეურნეობას ვერაფრით ვერ განავითარებ ისე ერთ თვეში, რომ უკვე მოგებით უკან გადახდა დავიწყოთ. ასე რომ ამაში ამ პროექტში, სახელმწიფო ბანკის შექმნის პროექტში უნდა ჩაერთოს მთელი მოსახლეობა, აბსოლუტურად მთელი საქართველოს მასშტაბით და უნდა მივაღებიოთ ხელისუფლებას გადაწყვეტილება, თუ არა და დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ჩვენ მივადგებით ეროვნულ ბანკს 50 მილიონით ამას თვითონ ხალხი გააკეთებს და სახელმწიფოს გასაკეთებელს, რასაც არ გააკეთა სახელმწიფომ და ზუსტად ახალგაზრდება მაგალითი აჩვენეს, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ის, რომ 50 მილიონით ჩვენ უნდა მივადგეთ ეროვნულ ბანკს და ჩვენ უნდა დავაარსოთ სახელმწიფო ბანკი, რადგან ხალხი არის სახელმწიფო. და იძულებული უნდა გავხადოთ სახელმწიფო, უნდა თუ არ უნდა გააკეთოს ეს, რადგან ჩვენ არაფრით უკვე აღარ დაუშვებს ერი ამ უღმერთო პოლიტიკის გატარებას და მასიურ გამოსახლებას. აგერ მე წამოვიღე ოფიციალური სტატისტიკა, უბრალოდ მარტო ერთს წაგიკითხავთ, იმის მერე არ ამიღია სიმართლე გითხრათ სტატისტიკური მონაცემები, იმიტომ რომ წერე და იკითხე და ხელისუფლებას ფაქტიურად რეაქცია არ ქონდა და ოფიციალურად ვამბობ, მიმდინარეობდა 2000 ეს არის 22 წელს, 2022 წელს მარტო მიმდინარე საქმე გამოსახლება იყო ჩანიშნული 2100 ოჯახზე. ახლა ეს გაცილებით უფრო მიმდინარეს ვიძახი, ამ წუთში რომ უკვე ციფრი არის განსაზღვრული. თორე მოთხოვნა არის 100,000-ობით, იმიტომ რომ ბანკების ხელში არის უკვე გადასული ფაქტიურად 70% საქართველოს მოსახლეობის ქონებები. ასე რომ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ სისტემატურად გვექნება ჩემი საავტორო გადაცემა, სახალხო სამართალი და ზუსტად სახალხო სამართალი ხელისუფლებას აკიდებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმ ვალდებულებას, რომელიც მისი პოლიტიკის გამო მივიღეთ ეს საშინელი სტატისტიკა, რაც არის ქვეყანაში. ასე რომ სახალხო სამართალი გაიძულებთ თქვენ, რომ თქვენი გაფუჭებული საქმე გამოასწოროთ და აუცილებლად ჩამოაყალიბოთ და შექმნათ სახელმწიფო ბანკი.